რა არის ასტროლოგია? ეს არის ცოდნა ჩვენ შესახებ. წინაცხოვრებები, კარმები, კარმული კვანძები, თითო დაბადება და თითო ცხოვრება ერთმანეთზე არის მიწყობილი. ის რაც იყო დამთავრდა, მორჩა, შენ ახლა გაახილე თვალები და თვითგვემა არის ერთ-ერთი ხაფანგი. სინანული აი მომენტში გართმევს მოქმედების საშუალებას და ეს არ არის ტრანსფორმაცია. იმიტომ რომ ტრანსფორმაცია მკვნეულია. ალექსანდრე ჯორჯიკია, ასტროფსიქოლოგი და ტრანსცენდენტული მედიტაციის მასწავლებელი. ადამიანი, რომელმაც სტრუქტურული კარიერული სისტემა შინაგანი ტრანსფორმაციის გზით შეცვალა. ასტროლოგიას განიხილავს როგორც სულიერ სისტემას და არა როგორც პოპ-კულტურის ნაწილს. ეს არის ადამიანი, რომლის ავტორიტეტი მოდის არა სიტყვებიდან, არამედ განვლილი გზიდან. ეხლა შენ ახსენე. კარმა, ტრანსფორმაცია, სულიერი ეგო. ეგო არის ჩვენი თავდაცვის ავტომატური სისტემა, რომელიც მუშაობს იდეალურად და საჩვენოდ. ტრანსფორმაცია არის სამცხოვრებაში ყველაფერი. როდესაც შემეცნება გარე სამყაროსი გადაინაცვლებს ინდივიდში და ხდება თვითშემეცნების პროცესი. ტრანსცენდენტული მედიტაცია არის თვითშემეცნების ყველაზე მარტივი და ყველაზე ბუნებრივი ტექნიკა, რაც დღეს პლანეტაზე არსებობს. ადამიანის ტვინს აქვს ძალიან საინტერესო თვისება. მუდმივად უფრო მეტი და მეტი უნდა. სამყაროში ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, იმას აუცილებლად აქვს დასასრული. რას ვიძებთ? კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Home.